მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერო, არხის სტუმარო, ეს ქურუმი ქალის ტაროა და დღეს გთავაზობთ, მე არ შემიძლია ვუწოდო მას მორიგი კვირა, პროგნოზი ტაროლოგიური, ეს არის მძიმე მარხვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირა, ვნების შვიდეული, რომელიც პირადად მე თუ რაღაც ესეთი რელიგიური და მარხვითი, ესე ვთქვათ, არ გამოვირჩევი, შეიძლება თქვას, უკვე 25 წელია დაახლოებით ამ კვირას, ჩემი საკუთარი სულიერების, ჩემი შიგნით არსებული, კიდე მეორე მეს დასაკმაყოფილებლად ჩემი სულისა და ხორცის რაღაც ერთგვარი ჭიდილის გასამარჯვებლად, სასაგვირველე იმარჯვებს სული. ვუშვებ ხოლმე ამ დღეს ჩემი ცხოვრების რაღაც განსაკუთრებულ პერიოდს და ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ თან ამას. თან საქმეც იმაშია, რომ ამ 7 დღის განმავლობაში რაღაც ყოველთვის დამაფიქრებელს წავაწყდები. ყოველთვის განსაცდელი მოდის, რომელიც აუცილებლად დაძლეული იქნება. ეს არის ჩემი სულიერი მდგომარეობის რაღაც ისეთი განსაკუთრებული გამოცდა. მე მინდა ახლა შემოგთავაზოთ, რაც მომაფიქრდა, რაც შევძელი ამ მომენტისათვის, რომელიც ზუსტად იცოდეთ, რომ დაგეხმარებათ, ვინც მარხულობს, ვინც არ მარხულობს, მნიშვნელობა არ აქვს. მოდის ბრწყინვალე დღესასწაული აღდგომისა, განსაკუთრებული შეგრძნებების დღესასწაული და მოდი ტაროსთან მიმართებაშიც არ იქნებოდა ურიგო გამოგვეკვლია ორ კითხვაზე პასუხი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მიმაწუხებს და მომაფიქრდა. არ მითხრათ ახლა სად ტარო და სად ეს დღესასწაულიო, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ თავად ტარო არის სამყაროს მოდელი და რადგანაც სამყაროს გადამრჩენის მესიის იესო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობთ, მე ვფიქრობ, ეს ორი საქმე არც ისე შორს არის ერთმანეთისგან. არ მინდა ახლა ყველაზე რა ქვია, ქვა მოიმარჯოს ყველაზე წმინდანებმა, არ მინდა, უბრალოდ მშვიდობიანად მინდა ახლა ეს გაშლა გავაკეთო, დამეხმარება მთავარანგელოზების ორაკული და ასევე ანგელოზების ტარო. მაშინზე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ვცემთ ორ შეკითხვას პასუხს, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა ესე თქვენ თვალწინ გაკეთდეს. მაშინზე ვარიანტი იქნება როგორც ყოველთვის 3. პირველი კარტი დასტაგვი პასუხებს იმასთან დაკავშირებით, რა ნაწილია ჩემში გასაწმენდი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა არის თქვენი ეგრეთ წოდებული კარმული დავალიანება. ამ თემასთან დაკავშირებით ესეთი 3 ვერსია იქნება. ყურადღებით ჩაიფიქრეთ, ძალიან ბევრი იფიქრეთ, ინტუიციას მარტო არ მიენდოთ, კიდე რაღაც უფრო ღვთიურს, თქვენი ღვთიური მეც დაიმეგობრეთ ახლა არჩევანის გაკეთებისთვის და მეორე კითხვა ასევე რა შუქით ხვდებით, რა შუქით და რა სახით ხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რა არის გასათვალისწინებელი. ცოტა რთულია, მაგრამ ბეჯითები და ჭკვიანები აუცილებლად გაართმევენ თავს და იცოდეთ ძალიან გამოგადგებათ შემდეგში. მაშინზე ყურადღებით, ასე ვთქვათ, ვაკეთებ ახლა ამას, თქვენც ასევე ყურადღებით ჩაიფიქრეთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ. მაშინზე დიდი სიამოვნებით, რა ნაწილია ჩემში, რომელიც გაწმენდის გზას ითხოვს და რომელი მთავარანგელოზი რა დავალიანებაზე, რა გაწმენდაზე ესაუბრებათ, ეხლა დიდი სიამოვნებით თქვენთან ერთად მეც გავიგებ. და ეს არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მთავარანგელოზი რაფაელი. აი ესე თუ გავაკეთებთ მედიტაციას, ძალიან კარგი იქნება და მე აუცილებლად გეტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ გაბრიელი არის ღვთისძალა, ის არის უკაცრავად რაფაელი არის ზეცის კურთხევა,
უნდა მოითხოვოთ და მიიღოთ და გჯეროდეთ და აუცილებლად აგისრულდება, ის აუცილებლად გიცავთ ყოველგვარი საფრთხისაგან. აი ესეთი არის პირველი ვერსია. შეგიძლიათ რაფაელს დაუკვირდეთ, კარგად მიიღოთ მისგან დიდი ძალა, ზეციური კურთხევა. მე მიხარია, რომ ეს გაწმენდას თქვენთან ერთად თქვენი სულიერების გაწმენდას გააკეთებს ისეც. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ შემდეგ და მეორე კითხვაზე პასუხი, რა სახით ხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გადასარევად. უმაგრესად შემოძვირფასო ადამიანებო შეიძლება ითქვათ შესაშურად მავანთა და მავანთაგან, იმიტომ რომ აქ ისეთი კარტი ამოვიდა, როგორიც არის სხვადასხვა სახის მთავარანგელოზების დასათაურებით შემოვიდა, ეს არის ვარსკვლავი, ეს არის თქვენი ოცნებების აღდგენა, ეს არის რაღაც განსაკუთრებული რწმენი, საკუთარ რწმენაში აღმოჩენილი საკუთარი თავი და გამართლებული, ბედნიერი გამოსვლა სიტუაციებიდან. ანუ თქვენ უმადლოდეთ რაფაელს, რომ ეს არაჩვეულებრივი გაწმენდა მიიღეთ და აი ესე გაგწმინდავთ, შემოძვირფასებო აი ამ კვირაში. მეგობრეთ მთავარანგელოზ რაფაელს, ეკაც შეგიძლიათ დასკრინოთ და გქონდეთ მასთან კარგი კონტაქტი და შემდეგ ესეთი ფრთაშესხმული, ასეთი გალაღებული, ასეთი გაბრწყინებული, საკუთარი თავისადმი უდიდესი რწმენით აღსილი აღდგომის წმინდან დღესასწაულს შეხვდებით. ძალიან მიხარია, რომ პირველი ვერსია ასე სიმფონიურად შეერწყა ერთმანეთს. დიდი მადლობა, აუცილებლად დაალაიქეთ შემოტკბილებო. მე სხვა გზას არ გიტოვებთ, ხო არ ვამბობ, მაგრამ ეს რაღაც შინაგანად უნდა გინდოდეთ ნამდვილად ესეთ კარგ შთაგონებას, როცა გაძლევთ ძვირფასი ტარო. ეხლა რაც შეეხება მეორე ვერსიას, ვინც მეორე ვერსია ჩაიფიქრათ, ეს არის მთავარ ანგელოზი რემიელი. მე შემიძლია აი აქ გავაკეთოთ რაღაც ერთგვარი აი ესეთი ლამაზად დაუკვირდით და მიიღებთ ეხლავე. მოკლედ ასე ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რიმიელი ეს არის სულის კონტროლი, ღვთის ბრონი, ანუ დამცავი. ეს არის მომავლისთვის ძალიან მაგარი სამზადისი. ის თქვენთანა, სანამ არჩეულ გზაზე არ დგახართ და შემდეგ რომ დარწმუნდება ამ ყველაფერში, რომ თქვენ კარგ გზაზე დგახართ, აუცილებლად ასე დაგილოცავთ გზას და ძალიან უნდა იმ ჭეშმარიტ გზაზე, რომელ გზაზედაც არჩევანი გაქვთ გაკეთებული, იმ გზიდან, მოდი ასე ვთქვათ, არ გადაუხვიოს. აი ეს არის ჩემო ტკბილო ადამიანებო, ის რა განწმენდაც გაქვთ. რემიელიდან მიღებულია ძალიან დიდი სიამოვნებით, მადლობს მას ამ ყველაფრისათვის და ვნახოთ ეხლა რა სახით ხვდებით გადასარევად მინდა გითხრათ. ეს არის ძალის გამოყენება, გონებრივი ძალის გამოყენება რასაკვირველია, ეს არის თქვენი სიძლიერე, ეს თქვენი კონტროლი, ეს არის თქვენი ინტელექტუალური წინსვლა, ეს არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მიქაელის რაინდი არის, ის არის ყოველთვის დაცვა, ის არის ყოველთვის წინსწრაფი, რა სახით ხვდებით აღდგომის დღესასწაულს, როგორ მიბრძანდებით, რა სულიერებით იქნებით განწმენდილი, კი ბატონო, ის გზა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიოთ, რომელსაც რიმიელი ყოველთვის, ასე ვთქვათ, გიწინამძღვრებთ და მოგცემთ კარგ რჩევებს, გადასარევი იქნება, ჩემო ტკბილო ადამიანებო, თუ ზუსტი მიმართულებით წაბრძანდებით და მიდიხართ კიდეც სასწაული გასვლა გამოგდის. ეხლა ჩემო კარგო ადამიანებო, რაც შეეხება მესამე ვერსიას, რასაკვირველია ვალაიქებთ, ეს ნებაყოფობით არასაკვირველია, ვაზიარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ რა და რა სახის განწმენდები გჭირდება, ვინ გვეხმარება რომელი მთავარანგელოზი და საბოლოოდ როგორ მივდივართ დასახულ მიზანთან. დასახული მიზანი, ანუ ჩვენი სულის ცხონების და აღორძინების და რა ვიცი, მაღალი საფეხურების, სულიერი მაღალი საფეხურების დღესასწაულზე. აი ნახოთ ახლა მესამე ვერსია ვიზი არის და ეს არის
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, აი ესეთი უმშვენიერესი ანგელოზი. სახელად იელიე. აი ესეთი ანგელოზია, ეს გახავთ შეცდომების გასწორებაზე. დახმარება, ეს არის გაბრაზებულებისა და შეურაცხყოფილების ანგელოზი. იქ სადაც არის სურვილი, მოიძებნება საშუალება ასრულდეს თქვენი ჩანაფიქრი, ის გეხმარებათ შეცდომების გამოსწორებაში, არა მარტო ჩვენი, სხვებისაც კი, ვისთანაც გვაქვს ესეთი ჰარმონიული ურთიერთობა. მოკლედ, იელიე მთავარი ანგელოზი მესამე ვერსიელებისათვის აკეთებს ესეთ რაღაცას, რომელიც ახლა თავიდანვე ჩავიფიქროთ, რა ნაწილია, რომლის გაწმენდაც ჩვენ გვჭირდება, როგორ ისეთი კითხვა იყო დასმული, ეს არის თქვენი შეცდომებიდან გათავისუფლება. ამ კვირაში ამის გაკეთება ძალიან კარგად შეგიძლიათ. ისევ და ისევ გიხმობთ, თუ შეგიძლიათ დასკრინოთ და თუ შეგიძლიათ ეს ანგელოზის, მოდი ასე ვთქვათ, ხატება იყოს. თქვენ შეგიძლიათ თხოვნით მიმართოთ და რა თუ იელიე აკეთებს ესეთ დახმარებას გვიწევს, როგორი განწმენდილი მივდივართ აღდგომამდე. გადასარევად მინდა გითხრათ, ეს არის ფოტოშორის მატერიალური წინსვლა მოდის. აი, სამივე ვერსია, ვინც მისმენდით, არც ერთი უარყოფითი შედეგი არ დადგა. ფანტასტიკური ეს არის ამ შემთხვევაში პენტაკლების დედოფალი, ეს არის დედური ინსტინქტი, დედური, მოკლედ ასე ვთქვათ, ენერგია, ინსტინქტი ბოდიში არა, ეს არის ბედნიერება, ეს არის პრაქტიკული, ეს არის საკუთრივ მიღწეული და დამკვიდრებული, მოდი ასე ვთქვათ, მშვენიერება, რომელიც დიდი სიამოვნებით არის სასახული მატერიალურ პრაქტიკაში. ძალიან მაგარია, მინდა გითხრათ, დიდი სიამოვნებით, ასეთი ვიქნებოდი მესამე ადგილის ქვევით. არის ის რაღაცეები, რასაც უნდა დაგვეხმაროს შეცდომების გამოსწორებაში, უნდა ასრულდეს, უნდა მოიძებნოს საერთვენა და მერე საბოლოო ჯამში მიხვალთ ამ დასკვნამდე. ეს ერთი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ნებისკვირეული მსგებსი, დიდებული, შვიდეული, რა ვიცი, ყველაფერს ეძახიან, სადაც განსაკუთრებულად მძიმე დღეები, ოთხშაბათი და პარასკევია, ქრისტეს გაცემის, ანუ იუდას აღზევების და ცოტა მოგვიანებით შემდეგ ჯვარცმის დღე, წითელი პარასკევი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს დიდებულ გვირგვინს საზეიმო, სასიყვარულო, სასიხარულო, სიცოცხლო გვირგვინს ადგამს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. კოსმით გეხვევით წინასწარ ყველას გილოცავთ, რაც შეეხება წამოწყებულ საქმეს, რომელიც დაემთხვა ჩვენი 40,000 ჯგუფის წევრის სადმე მიძღვნილ სეილებზე, ისა და ისევ გაგრძელდეს, მე მინდა ძალიან და შემეხმიანეთ, ანუ აქცია მდგომარეობს, ვინც არ იცის შემდეგში. ერთ კითხვაზე პასუხობ იმ საფასურად, რისი საშუალებაც გაქვთ. კოცნით გეხვევით, აბა, სულიერი სიმშვიდე, მინდა საკუთარ თავთან ჰარმონია და სამყაროსთან იდილია გისურვოთ.